ძალიან ველოდებოდი ამ დღეს და ველოდები კიდეც და 15 ივნის ველოდებით ყველა ჩვენთაგანი რომ ჩვენ ყავდეს ჩვენი მერი თან ისეთი ადამიანი როგორიც არის ბატონი დათო და უკვე მოხდება მართლაც ეს მესამე ეტაპი უნდა დავამთავროთ. აუცილებლად უნდა დავამთავროთ, თან უნდა დავამთავროთ ჩვენი გამარჯვებით ულაპარაკოთ და უპირობოთ. თუ კი გვინდა ჩვენ რომ რეალური საქმეები დავიწყოთ. თქვენ კარგად იცით რომ თბილისში რამდენი პრობლემა შეგვჭა ხელში. და კი გავაკეთეთ, კი ბატონო, უამრავი რამე გაკეთდა თქვენ ალბათ იცით ეს. და იგრძენით ზოგმა ვერც იგრძენით, იმიტომ რომ თბილისს ეს ნაკლებად შეეხო. ეს იყო ჟანდარმის პროგრამა, რთველი როგორ ჩატარდა, კარგად იცით და დასაქმებაც ამბები და საწარმოები, მაგრამ აი თბილისში შერჩა პრობლემები და აი ხვალ რომ აი არაა პრობლემა. და საწით გავიხედო, იქით გავიხედო, უამრავი პრობლემებია. და მე ვიყავი მართლა უნარო, იმიტომ რომ ამათთან ურთიერთობა იყო გამორიცხული. და რომც მე თქვა კიდე, მაინც არ აკეთებდნენ ამას. ჩემგან. მე ვარ ძალიან უფრო საკუთრებულად მაშინ. აი ხლა ვარ მე ძალიან იმედიანად რომ ბატონ დავითთან ერთად ჩვენ ამ რაიონსაც, სხვა რაიონებსაც უკვე მაჟორიტარებთან ერთად დავსწრებით ალბათ და ისაი პროგრამა რომელიც აქვს ბატონ დავითს, აი ეს თანმიმდევრულად დარწმუნებული ვარ რომ შესრულდება ბატონ დათო და აბა უსმენთ ბატონ დავითს. მადლობა.